ახალი iOS 26.2.1 უკვე ხელმისაწვდომი არის და ყველა iOS 26 თავსებად მოწყობილობაზე არის შესაძლებელი ამის დაყენება. საინტერესოა როგორ შეგვიძლია რომ გავახდეთ. ამისათვის უნდა შევიდეთ setting-ებში, შემდეგ general და software update. Software update რამდენიმე წუთი დასჭირდება, გამოჩნდება და სიახლე რაც გვაქვს ამ განახლებაში არის ის, რომ ახალი AirTag-ის მხარდაჭერა ექნება ჩვენს iPhone-ს. Apple-მა ახალი AirTag-ი გამოუშვა, რომელსაც აქვს უფრო დიდი range იმისთვის, რომ ვიპოვოთ და უფრო ხანგრძლივად ძლებს მისი ელემენტი. ასევე განახლება შეეხო iPad-საც, თუ შევალთ setting-ებში, software update-ი, iPadOS 26.2.1 უკვე ხელმისაწვდომი არის, რომელიც შეგიძლიათ დააყენოთ ისე როგორც ვიდეოში არის ნაჩვენები, შეიყვანთ თქვენს კოდს და რა თქმა უნდა, განახლების პროცესი ავტომატურად დაიწყება. macOS 26.2.1 ხელმისაწვდომი არ არის სამწუხაროდ, ჯერჯერობით ამ მომენტისთვის ხელმისაწვდომი არ არის, როგორც ხედავთ, საერთოდ არ იძებნება განახლება, არც HomePod 26.2.1 არის ხელმისაწვდომი სამწუხაროდ, იმიტომ რომ ალბათ HomePod-ს ნაკლებად ექნება მსგავსი მხარდაჭერა და ალბათ HomePod-ს ნაკლებად იყენებენ ადამიანები AirTag-ების tracking-ისთვის. ასევე არ დაგვაუწყდეს რომ შევამოწმოთ watchOS-ის განახლებაც, რადგანაც watchOS 26.2.1 ხელმისაწვდომი არის და ზუსტად ის წააგავს iOS 26.2.1-ს, უბრალოდ ზომაში არის ძალიან დიდი. 4 გიგაბაიტზე მეტია, რაც გვაფიქრებინებს იმას, რომ ძალიან ბევრი ბაგი არის გამოსწორებული. დავაყენებთ ჩვეულებრივ, აუცილებელია რომ ის დამტენზე იყოს შეერთებული და როგორც ხედავთ არის ძალიან დიდი განახლება. მოკლედ დღეისათვის სულ ეს იყო, თუ რა სიახლეები გვაქვს, რა გაუმჯობესებები გვაქვს, ამას მომდევნო ვიდეოებში გაჩვენებთ. ვისაც გიყენიათ iOS 26 და 2, შეგიძლიათ დააყენოთ 26.2.1 და იმიტომ რომ აღწერაში უწერია რომ არის bug fix-ები. ნახოთ, დროებით, ნახვამდის.